საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაა ნაპოლეონის ომები. ნაპოლეონ ბონაპარტე დაიბადა 1769 წელს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კორსიკის დედაქალაქ აიაჩოში. საინტერესო ის არის, რომ ამ პერიოდში კუნძულ კორსიკას ედავებოდნენ ერთმანეთს გენუის რესპუბლიკა და საფრანგეთი, ამიტომ ცოტა ძნელი სათქმელია იტალიელად დაიბადა ნაპოლეონი თუ ფრანგად, თუმცა მომავალი მისი მოღვაწეობისათვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის მრავალშვილიან ოჯახში გაჩნდა, დაამთავრა ბრიენის სამხედრო სასწავლებელი артиллерიის განხრით და არც არასოდეს არ ნანობდა ამას. პირიქით მან артиллерია გადააქცია ერთ-ერთ მთავარ საომარ საშუალებად ბატალიებში და შევიდა ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ბრწყინვალე артиллеристი. 1789 წელს, როდესაც საფრანგეთში დიდი რევოლუცია დაიწყო, ნაპოლეონი ყველასათვის უცნობი უმცროსი ლეიტენანტი გახდა. ის აღმოჩნდა ძალიან დიდი არჩევანის წინაშე, მეფე თუ რევოლუცია და მან პირველი არჩევანი გააკეთა რევოლუციის სასარგებლოდ. ის იაკობინელი გახდა რობესპიერის ბანაკში, გადავიდა, ასე რომ თქვა, შევიდა, შეიძლება ასეც ვიხმაროთ ეს სიტყვა და ტულონის დაცვისას გამოიჩინა თავი. ინგლისელებს არა მარტო წაართვა ქალაქი ტულონი, არამედ შეინარჩუნა კიდეც ის. მაგრამ 1793 წელს ის გადადის რობესპიერის მოწინააღმდეგე ბანაკში, ბარასის ბანაკში და მალე ის მისი ადიუტანტიც ხდება. მინდა გითხრათ ბარემეს ლირიკულ გადახვევასავით არის, სწორედ ბარასის სოლყოფილი გახდათ მისი პირველი ცოლი ჟოზეფინა, რომელიც შეუყვარდა მას 1796 წლის 9 მარტს იქორწინა კიდეც ჟოზეფინაზე. სწორედ ბარასმა 1795 წლის 4 ოქტომბერს დაავალა ნაპოლეონს ჩაეხშო როიალისტების, ანუ მეფის მომხრეების აჯანყება, რომელიც ნაპოლეონმა ბრწყინვალედ შეასრულა და სანაცვლოდ მას, ასე ვთქვათ, დირექტორიამ მისცა იტალიაში მოქმედი ფრანგული არმიის ჯარების მხედართმთავრის უფლება. ის უკვე გენერალია და ქაოსის უფევდა მაშინდელ საფრანგეთის არმიაში. ნაპოლეონმა სწრაფად მოიყვანა წესრიგში ფრანგული არმია და ორჯერ ნაკლები ჯარით მან 96 წლის აპრილიდან 97 წლის თებერვლამდე ბრწყინვალე იტალიური კამპანია წარმართა. მან დააცალკევა ავსტრიის პიემონტის ეს იტალიური სამეფოს ჯარებია და სარდინიის ჯარები და ცალკე დაამარცხა ისინი. ამას 96-98 წლებში საფრანგეთის მიერ მოჰყვა, ასე ვთქვათ, შვილობილი რესპუბლიკების, ჩრდილო იტალიაში შვილობილი რესპუბლიკების ჩამოყალიბება. ეს იყო ლიგურიის რესპუბლიკა, ციზალპარის რესპუბლიკა, ნეაპოლის რესპუბლიკა, რომის რესპუბლიკა და ასე შემდეგ. და 1799 წელს ავსტრიამ კამპო ფორმიოს ზავით აღიარა ამ რესპუბლიკების არსებობა. თუმცა დაუბრუნდეთ ახლა ნაპოლეონს. 1798 წელს საფრანგეთმა გადაწყვიტა დაესუსტებინა ინგლისის ზეგავლენა ხმელთაშუა ზღვაზე. ამისათვის აუცილებელი იყო პლაცდარმად ეგვიპტის დაკავება და ეგვიპტის კამპანიის, ასე ვთქვათ, მთავარსარდლად დაინიშნა ნაპოლეონი. უნდა აღინიშნოს, რომ ნაპოლეონმა ეგვიპტეში ჯართან ერთად თან წაიყვანა 167 მეცნიერი, რომლებმაც მერე ბრწყინვალე აღმოჩენები გააკეთეს და პრაქტიკულად შეცვალეს ისტორიის, ასე ვთქვათ, მსვლელობა, მეცნიერების მსვლელობა, მაგრამ ეს სხვა თემაა და ვუბრუნდეთ ახლა ომებს. 1798 წლის 21 ივლისს ნაპოლეონმა ეგვიპტეში ბრწყინვალე პირველი გამარჯვება მოიპოვა პირამიდებთან ბრძოლაში. მან დაამარცხა ეგვიპტელი მამლუქები, სხვათა შორის ქართველი მამლუქები ებრძოდნენ მას ნაპოლეონს და ტრიუმფით შედის ის კაიროში. მაგრამ 1798 წელსვე 1 აგვისტოს ნაპოლეონი პირველად შეეჯახა გენიალურ ადმირალს ინგლისელს ნელსონს, რომელმაც აბუკირთან, ეს არის ნილოსის ხმელთაშუა ზღვის ზღვასთან შერწყმის ადგილი, გაანადგურა ნაპოლეონის საზღვაო ფლოტი და საერთოდ ბედისწერად იქცა ზღვაზე ნელსონი ნაპოლეონისათვის. შეიქმნა ეგრეთ წოდებული პატური მდგომარეობა ზღვაზე ინგლისელები, ხმელეთზე ნაპოლეონი ეგვიპტეში, გაიწელა ეგვიპტური კამპანია და აი აქ 99 წლისთვის მომწიფდა უკვე გადატრიალება, რაც ჩვენ წინა გაკვეთილზე ვისაუბრეთ და 99 წლის ოქტომბერში ნაპოლეონი ტოვებს თავის ჯარს
ეგვიპტეში ის გაძვრება, ასე ვთქვათ, ბლოკადა აქვს ხმელთაშუა ზღვაში ინგლისელებს მოწყობილი და ჩადის პარიზში, სადაც მოაწყობს 9 ნოემბრის 18 ბრიუმერს გადატრიალებას და ხელისუფლების სათავეში მოვა 3 კონსული ფორმალურად რა თქმა უნდა, ხოლო მთელი ძალაუფლება პირველი კონსულის ხელშია, განსაკუთრებით ახალი კონსტიტუციით, რომელიც იმავე წელს იქნა მიღებული. ნაპოლეონმა შეუზღუდავი ძალაუფლება მიიღო და გამოაცხადა, როგორც უკვე ვთქვით წინა გაკვეთილზე, მოქალაქენო რევოლუცია დასრულდა. ნაპოლეონს მშვენივრად ესმოდა, რომ აუცილებელი იყო შიდა რეფორმების გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ შეძლებდა ვერანაირ დაპყრობებზე და ვერანაირ ბრძოლებზე ვერც კი იოცნებებდა, ამიტომ დაიწყო მან ეკლესიასთან ურთიერთობის გამოსწორებით 1801 წელს რომთან დაიდო კონკორდატი, ვატიკანთან კონკორდატი და ამ კონკორდატით ფრანგული ეკლესია დაბრუნდა ვატიკანის წიაღში და ამავდროულად ერთადერთ რელიგიად გამოცხადდა საფრანგეთში და ეკლესიის მეშვეობით, ანუ შუამდგომლობით შემდგომ საფრანგეთში დაბრუნების უფლება მიეცათ გაქცეულ ემიგრანტ თავადაზნაურობას და მინდა გითხრათ, რომ აუცილებელი იყო კონსტიტუციაზე უნდა დაეფიცათ მათ, რომ საფრანგეთის საწინააღმდეგო ქმედებებს არ ჩაიდენდნენ. ამავდროულად მიეცათ მათ თავიანთი საკუთარი მიწების გამოსყიდვის უფლებაც. ნაპოლეონის აი ამ ქმედებამ, ასე ვთქვათ, მას შემაკავშირებლის, ფრანგი ხალხის შემაკავშირებლის სახელი მოუტანა და პიკს მიაღწია მისმა, ასე ვთქვათ, პოპულარობამ და ზენიტს მიაღწია და 1802 წელს მან ისარგებლა რა ამითი, ჩაატარა პლებისციტი და თავი აარჩევინა მუდმივ პირველ კონსულად. ისე ერთ საინტერესო ფაქტს მოვიყვან, 1800 წლიდან მიწერმოწერა ჰქონდა პროვანსის გრაფს ლუი მე-16-ის უმცროს ძმას მომავალ ლუი მე-18-ს ნაპოლეონთან ის თხოვდა ნაპოლეონს, რომ გამხდარიყო გარანტი მომავალში ბურბონების დინასტიის რესტავრაციისა საფრანგეთში, მაგრამ ნაპოლეონს სხვა ჩანაფიქრები ჰქონდა და აი კონსულობის შემდეგ ის სწრაფად წავიდა წინ და 1804 წელს მან მეორე პლებისციტი, ანუ საერთო სახალხო რეფერენდუმი გამოკითხვა ჩაატარა და თავი უკვე იმპერატორად აარჩევინა. ერთ საინტერესო მომენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, ნაპოლეონმა ჩაატარა ფულად საკრედიტო რეფორმა, შექმნა ფრანგული ბანკი, გამოუშვა ახალი ფულის ნიშანი, ნაპოლეონ დორები, ძველი ლუი დორების შეცვალა და საინტერესო აი ნაპოლეონ დორზე გამოსახული იყო ნაპოლეონი და ეწერა საფრანგეთის რესპუბლიკა და მე ეწერა იმპერატორი ნაპოლეონი, აბსოლუტურად შეუთავსებელი ახლა რესპუბლიკა და მონარქია რა თქმა უნდა ერთმანეთთან. აი როგორც კი ეს საშინაო საქმეები ნაპოლეონმა მოაგვარა, იგი გადავიდა ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეებზე, ბრძოლებზე, მე ცოტა უკან დაუბრუნდები. 1800 წელს მან ის კიდე ერთხელ დაამარცხა ავსტრიელები მარენგოსთან ბრძოლაში, ისე ცნობისათვის ნაპოლეონის ხელს ერქვა მარენგო და ამის შემდეგ უკვე ინგლისთან ურთიერთობები გაარკვია. 1802 წელს იდება ამიენის ზავი 27 მარტს. ძალიან საინტერესო ზავია ინგლისმა კონტინენტზე, რისი დათმობა შეიძლებოდა ყველაფერი დათმო. ერთ რაღაცაზე მინდა აუცილებლად გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, ჩვენ წინა გაკვეთილებში ვახსენეთ პირველი პლანტაგენეტი მეფე ჰენრი მეორე. ჰენრი მეორე, როდესაც 1854 წელს საფრანგეთის მეფე გახდა, ისა ბოდიშით ინგლისის მეფე გახდა უკაცრავად. მან ამავე დროს მიიღო საფრანგეთის მეფის ტიტულიც, იმიტომ რომ ნახევარ საფრანგეთს ფლობდა მაშინ ჰენრი მეორე პლანტაგენეტი და მერე უკვე მომავალი მეფეების დროს ეს ტერიტორიები საფრანგეთმა წაართვა ინგლისს, რა თქმა უნდა, და ინგლისს მერე საფრანგეთში მიწები აღარ ჰქონდა, მაგრამ ამ ტიტულს ინგლისის მეფეები, ანუ საფრანგეთის მეფის ტიტულს მაინც ატარებდნენ. აი ამიენის ზავის დროს 1802 წელს დათმეს საბოლოოდ ინგლისის მეფეებმა საფრანგეთის მეფის ტიტული, ეს ისე ცნობისთვის და ისე ამიენის ზავი არც ერთ მხარეს არ აძლევდა საბოლოოდ ხელს, ის დარღვევისთვის განწირული ზავი იყო, ინგლისს უბრალოდ გონსმოსვლა ჭირდებოდა და საფრანგეთს უკვე ვიცით ნაპოლეონს აი შიდა პრობლემების მოგვარებისთვის ჭირდებოდა ეს ზავი და სხვა შორის ეს ზავი ინგლისმა დაარღვია. 1803 წელს ძალიან საინტერესო მოვლენა ხდება, იწყება ვესტ ინდოეთში მონების აჯანყება ფრანგულ კოლონიებში და ამას ძალიან კარგად გამოიყენებს ინგლისი და 1803 წელს
სანტა დომინგოს უმნიშვნელოვანეს კუნძულს, დღევანდელი ჰაიტია, წაართმევს საფრანგეთს და ეს გასაგებია, უკვე საფრანგეთი ამას ესე ვერ დატოვებდა, გადაწყდა რომ ინგლისი დაეპყროთ, გადაესხათ დესანტი ინგლისზე, ბულონში შეკრიბა მან ჯარი და ემზადებოდა გადასასხმელად, გულხედ აკრეფილი გასაგებია ინგლისიც არიჯდა, ინგლისის პრემიერ-მინისტრი პიტი აყალიბებს მესამე კოალიციას, მე უნდა გითხრათ აქვე რომ სულ 7 კოალიციასთან მოუწია ნაპოლეონის ბრძოლა და აი მესამე კოალიციაში შედიან ინგლისი რა თქმა უნდა თავისთავად, რუსეთი და ავსტრია. ნაპოლეონი ცდილობს დაასწროს ხმელეთის კოალიციას ავსტრიას და რუსეთს და 21 ოქტომბერს 1805 წლის 21 ოქტომბერს იმართება ესპანეთისა და საფრანგეთის ფლოტის და ინგლისის ფლოტის საზღვაო ბრძოლა ტრაფალგართან. გადარჩა ინგლისი, მინდა გითხრათ, მან ადმირალმა ნელსონმა განადგურა საფრანგეთი გემების გარეშე დატოვა დაასამარა ნაპოლეონის იმედები, რომ გადასხდებოდა ინგლისზე. ისე ინგლისში რომ დაედგა ფეხი ფრანგ ჯარისკაცებს, ინგლისი დამთავრებული იყო. ამიტომ ტრაფალგარის ბრძოლა გასაგებია, ტრაფალგარის მოედანია დღეს ლონდონში. ანუ გასაგებია გადამწყვეტი ბრძოლა იყო და ისევ ნელსონმა მოუღო ბოლო ზღვაზე ნაპოლეონს და აი აქ პირველად მომწიბდა ნაპოლეონის თავში ეგრეთ წოდებული კონტინენტური ბლოკადის იდეა. გამწარებული ნაპოლეონი აი ამ მარცხის შემდეგ მოტრიალდა ხმელეთზე და 2 დეკემბერს საშინელი მარცხი აგემა აუსტერლიცთან ავსტრიისა და რუსეთის ჯარებს. აი ამის შემდეგ რუსეთი და პრუსია ქმნიან მეოთხე კოალიციას და ნაპოლეონი არც ამ კოალიციას არ ტოვებს უყურადღებოთ, ასე ვთქვათ, 1806 წლის 14 ოქტომბერს ორ ბრძოლაში ერთში მარშალი დაუვა აუეშტატთან და მეორეში თვითონ ნაპოლეონი იენასთან, ორივე 14 ოქტომბერს იმართება, ბრწყინვალე გამარჯვებებს მოიპოვებენ პრუსიელებზე და ნაპოლეონი შედის ბერლინში. ნუ სანამ ბერლინის ამბებს ვიტყვი, აქ მინდა გითხრათ, რომ პოლონური მიწები ჩამოაცვლილა პრუსიას ნაპოლეონმა და შექმნა პოლონეთის რესპუბლიკა და ამან გადარია პოლონეთის მოსახლეობა და პირდაპირ ლოცულობდნენ ნაპოლეონის მზეს, 10,000-ობით პოლონელი შევიდა მაშინ ნაპოლეონის არმიაში. იმავე პერიოდში ბერლინული კომპანიის დროს მან ბერლინში 21 ნოემბერს შეიმუშავა დეკრეტი, ეგრეთ წოდებული, ეს იყო ოფიციალურად გამოცხადება უკვე იმისი კონტინენტური ბლოკადის ინგლისის საწინააღმდეგო ქმედებები ყველა მის შვილობილ თუ მის ვასალურ ქვეყანას აეგრძალა ინგლისთან არა მარტო ვაჭრობა, არამედ საფოსტო გზავნილების გაგზავნაც კი. აი პოლონეთის ამბებმა შეაძრწუნა რუსეთი, აი ბოლო გაყოფის დროს პოლონური მიწების უდიდესი ნაწილი რუსეთში იყო მოქცეული, ამიტომ ალექსანდრე პირველს ეშინოდა, რომ ეს პოლონეთის რესპუბლიკის ამბები მის პოლონურ მიწებზეც გადავიდოდა და ამავდროულად პრუსიათან მოკავშირეც იყო და გააგზავნა ჯარი მაზარი ჯარი ნაპოლეონის წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა 1807 წელს 14 იუნის ფრიდლანდთან და მინდა გითხრათ, რომ საოცრად ძნელი ბრძოლა მოიგო მაშინ ნაპოლეონმა, გაანადგურა რუსები ფრიდლანდთან და აღარ მიაწვა ბოლომდე რუსეთს და 24 ივნისს მან შესთავაზა ალექსანდრე პირველს იმპერატორს რუსეთისას დაზავება და ტილზიტში, ეს არის ქალაქი სოვეტსკი, დღეს კენიგსბერგის ყოფილი კენიგსბერგის დღევანდელი კალინინგრადის ოლქში და აი დღევანდელი რუსეთის შემადგენლობაში და აი აქ ტილზიტის ზავის დროს ალექსანდრე პირველი შეუერთდა კონტინენტურ ბლოკადას და აქვე მინდა გითხრათ, რომ კონტინენტური ბლოკადის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთი და ამაზე ჩვენ ქვემოთ გვექნება ცალკე საუბარი. აი ამის შემდეგ ნაპოლეონი იწყებს უკვე აშკარა ქმედებებს ინგლისის წინააღმდეგ და ამისათვის აუცილებელია რომ ევროპაში აკონტროლოს ყველა ქალაქი, ყველა ნახევარკუნძული, ყველა კუნძული რომ მოუსპოს ყველანაირი სავაჭრო საშუალებები ინგლისს. და აი ამ მიზნის 1807 წელს ის უკვე თავის მოკავშირე პორტუგალიაში შედის, 1808 წელს ესპანეთში შედის, ესპანეთში ამ დროს ბურბონების დინასტია ეს გადააყენებს მეფეს და მის შვილს წაართმევს ტახტზე ჟოზეფს თავის ძმას გადასცემს ესპანეთის ტახტს და ამან ესპანეთში აჯანყება გამოიწვია ხალხო და ამას მერე აყვა ავსტრია 1809 წელს და ავსტრიის ხელახალი დამარცხება მოუწია ვაგრამთან ნაპოლეონს და სხვა შორის ადრეც ეხოწებოდნენ ნაპოლეონს, რომ მას ეკორწინა მარია ლუიზაზე, ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე, მაგრამ ის ჟოზეფინას სიყვარულით ამას ვერ აკეთებდა, მაგრამ აი ახლა ეს პოლიტიკური ქორწინება მოითხოვა საქმემ და დრომ და ამიტომ ნაპოლეონი იძულებული გახდა მარია ლუიზაზე, ანუ ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე დაქორწინებულიყო. 1810 წელს ნაპოლეონმა ჰოლანდიაც დაიკავა ჩრდილო-დასავლეთ გერმანიის ქალაქები ლუბეკი, ბრემენი, ვერდენი, როსტოკი, ბოდისფლიხტი და ყველა ესენი შეუერთა კონტინენტურ
ბლოკადას და თითქოს ყველაფერი უკვე ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ აი აქ მოხდა ის, რაც აქამდეც უნდა მომხდარიყო ჩემი აზრით, კერძოდ ალექსანდრე პირველმა რუსეთი გამოიყვანა კონტინენტური ბლოკადიდან. მინდა აგიხსნათ რა შეესაქმე, რუსეთის ექსპორტის 80-90% გადიოდა ინგლისში და რუსეთის იმპორტის ლომის სილი ასევე ინგლისსა და ინგლისის კოლონიებზე მოდიოდა. ამიტომ რუსეთისათვის ეს იყო კრახი, შიმშილით სული ამოძრებოდა რუსეთს და ამიტომ ალექსანდრე პირველმა აბსოლუტურად მართებულად ჩატარო შიმშილის ეკვეს ისევ ომში დაღუპვა ერჩია და შეწყვიტა კონტინენტური ბლოკადა. ნაპოლეონმა გადაწყვიტა რუსეთი დაებრუნებინა კონტინენტური ბლოკადის რეჟიმში და კიდევ ერთი მიზეზი რუსეთზე თავდაღმისმისა ის იყო, რომ ინგლისის კოლონიები, რომელიც აზიაში იყო და ევროპას შორის იდო რუსეთი ხელს უშლიდა, რომ გაეკონტროლებინა ინგლისური კოლონიები, ანუ ინდოეთი 1760 წელს წაართვა საფრანგეთს ინგლისმა და აი ამიტომ აუცილებელი იყო რუსეთის დაპყრობა და 1712 წლის 24 ივნისს 600,000-იანი დიდი არმია ნაპოლეონის შედის რუსეთში. ამ დროს რუსეთის ჯარების მთავარსარდალი არის შოტლანდიელი წარმოშობის კაცი ბარკლაი დე ტოლი და მან მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, სამი არმია იყო რუსეთის და დაიწყეს უკან დახევა, სმოლენსკი უნდა შეერთებულიყვნენ და გენერალური ბრძოლა იქ უნდა მიეწათ. უკან დახევა მას ღალატში ჩაუთვალა რუსეთის მოსახლეობამ და იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ის გადააყენეს და რუსი კაცი მიხაილ ილარიონის და გოლენიშევ კუტუზოვი დაინიშნა რუსული ჯარების მთავარსარდალად, მაგრამ კუტუზოვმაც გააგრძელა უკან დახევა. ერთადერთი სარდალი, რომელიც ითხოვდა ბრძოლაში ჩაბმას და გენერალური ბრძოლის მიცემას, ეს იყო ქართული წარმოშობის სარდალი პეტრე ბაგრატიონი. და კუტუზოვი ხალხის ზეწოლას, იმპერატორის ზეწოლას, პეტრე ბაგრატიონის ზეწოლას დაყვა და 26 აგვისტოს გაიმართა გენერალური ბრძოლა საფრანგეთის მოსკოვის მისადგომებთან სოფელ ბოროდინოსთან, საფრანგეთის ჯარებსა და რუსეთის ჯარებს შორის. მინდა გითხრათ, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მრავალხალხიანი ბრძოლა მსოფლიოს ბრძოლების ისტორიაში, ბოროდინოს ბრძოლა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, მოდი ასე ვთქვათ, ვერც ერთმა ვერ გაიმარჯვა. ნაპოლეონმა სწორედ მაშინ თქვა, რომ ფრანგებმა დაამტკიცეს, რომ ისინი უმარცხებლები არიან, რუსებმა დაამტკიცეს, რომ ისინი გამარჯვების ღირსნი არიან. აი ამ ბრძოლაში ლომის წილი მოდიოდა პეტრე ბაგრატიონზე, ის დაიჭრა ბრძოლის დროს, სხვათა შორის მან დააბმევინა თავი ცხენზე, რომ არ ჩამოვარდნილიყო და აი ესე აგრძელებდა ბრძოლას, რომ უკან არ და ბაგრატიონის ფლეშები თამაშობდა მთავარ როლს და ის ხელიდან ხელში გადადიოდა, რამდენჯერმე გადავიდა ფრანგებისა და რუსების ხელში, მაგრამ მერე ამ ბრძოლის შემდეგ სისხლისგან დაისალა, ყიზლარში გადაასვენ, გადაიყვანეს მომაკვდავი პეტრე ბაგრატიონი და თავის მამულში გარდაიცვალა. სხვათა შორის პეტრე ბაგრატიონის გარდაცვალებამ აიძულა კუტუზოვი, რომ 4 სექტემბერს როდესაც უწყეს, რომ მოკვდა პეტრე ბაგრატიონიო, ფილეში გამართულ თათბირზე მან თქვა, გადაწვით მოსკოვი და დავტოვოთ მოსკოვიო. როდესაც წვავ ამას ნერონის სინდრომი ქვია, როდესაც წვავ შენს ტერიტორიას, რომ მტერს არ ჩაუვარდეს ხელში და აი ამ გაყინულ, ასე ვთქვათ, გადამწვარ მოსკოვში შედის ნაპოლეონი და ნაპოლეონი მიხვდა, რომ ეს მისთვის იყო მახე, ძალიან გვიან მიხვდა ამას და იგი 2 დეკემბერს ტოვებს მოსკოვს და იწყებს უკან დახევას, მას ფეხდაფეხ მოსდევს გაძლიერებული რუსეთის ჯარი, პარტიზანული ომები, ბერეზინასთან უამრავი დანაკარგები, მერე იქ ჟოზეფინამ მოუწყო პარიზში მას შეთქმულება და იძულებულია დროზე ადრე დატოვოს და სულ 30,000-მდე კაცმა გააღწია რუსეთიდან. ეს იყო კრახი ნაპოლეონისათვის, იქმნება მე-6 ყველაზე დიდი და მასშტაბური კოალიცია ნაპოლეონის წინააღმდეგ, აქ უკვე ინგლისი, პრუსია, ავსტრია, რუსეთი, შვედეთი გაერთიანდა და 1813 წლის ოქტომბერში გაიმართა სამდღიანი ხალხთა ბრძოლა, რომელიც ლაიფციგის ბრძოლის სახელით არის ცნობილი. ერთის მხრივ დგანან 450,000 ფრანგი ჯარისკაცი და პლუს რაინის კავშირის ჯარისკაცები, ეს არის გერმანიის ქვეყნების ჯარისკაცები და მეორეს მხრივ უკვე ვთქვით, აი მე-6 კოალიციის 5 ქვეყნის 500,000-იანი ჯარისკაცი ბრძოლის ბედი გადაწყვიტა აი რაინის კავშირის ჯარისკაცების გადასვლამ წინააღმდეგის მხარეს. ნაპოლეონი დამარცხდა 1814 წლის მარტში, მოკავშირეები შედიან იმაში პარიზში და მისი გარემოცვა აიძულებს, ნაპოლეონის ბრძოლის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ გარემოცვამ აიძულა ის, რომ ის გადამდგარიყო და ის თავისი მცირეწლოვანი შვილი სასარგებლოდ გადადგა, მაგრამ ამას რა თქმა უნდა არავითარ მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოკავშირეებმა ნაპოლეონი აჩუქეს წმინდა ესა ბოდიში ვიხდი ელბას კუნძული ელბა და ელბაზე გადაასახლეს, რა თქმა უნდა მის შვილს არავინ დაუტოვებდა ტახტს და რესტავრაცია მოახდინეს ბურბონების დინასტიის და ლუი მე-16-ის ძმა პროვანსის გრაფი ლუი მე-18 მოიყვანეს და დასვეს მეფედ და 15 წელს დაიწყო ვენის კონგრესი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საერთო ევროპული
ასე ვთქვათ, საკითხები და აი ამ პროცესის პერიოდში ხდება ელბადან გამოქცევა ნაპოლეონის მარტიდან ივნისამდე არის ცნობილი ნაპოლეონის 100 დღე მან უმოკლეს ვადაში აღადგინა თავისი ძალაუფლება, მოახდინა თავისი ძალაუფლების რესტავრაცია და ისევ შეიკრიბა კოალიცია, ისევ ის ხუთი ქვეყანა, ისევ მეშვიდე კოალიცია, ისევ დაუპირისპირდა ნაპოლეონს და აი უკანასკნელი ბრძოლა უკვე ხდება ვატერლოოში, ველინგტონი არის მთავარსარდალი მოკავშირეთა ჯარების, ნაპოლეონი მარცხ ხდება ივნისის თვეში ვატერლოოსთან და 22 ივნისს ნაპოლეონი ჩაბარდება ინგლისელებს. ამჯერად ნაპოლეონი უფრო შორს წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, რომ ის უკან ვეღარ გამოქცეულიყო და აღარ გამოქცეულიყო, მაგრამ სხვათა შორის ახალი გამოკვლევებით დასტურდება, რომ ნაპოლეონს მეთოდურად წამლავდნენ და 1821 წელს იგი გარდაიცვალა. რაც შეეხება ვენის კონგრესმა დაასრულა მუშაობა და ეს უკვე ჩვენი სხვა გაკვეთილის თემებია და ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ, ხოლო რაც შეეხება საფრანგეთში მოხდა ბურბონთა დინასტიის რესტავრაცია, საფრანგეთი დაუბრუნდა კონსტიტუციურ მონარქიას ლუი მე-18-ის მეთაურობით სათავეში და საფრანგეთის ისტორიის ეს პერიოდი დასრულდა. დღევანდელი ჩვენი თემაც დღეს დამთავრებულია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.